ჩვენ ვთქვით რა უნდა გავაკეთოთ. მოდი ახლა ვთქვათ რა არ უნდა გავაკეთოთ. როდესაც სახლის ბავშვად სახლის პირობებში დამწობას მივიღებთ ან ჩვენი ოჯახის წევრი. აი ესე იგი ვერ წარმოიდგენ ადამიანის ფანტაზიას ადამდე მიდის. აი სამზარეულოს წიგნი რო არის ადილებზე მზადდება, აი ინგრედიენტს ვერ იპოვი, რომელსაც არ ხმარობდნენ ამ თქვათ დამწობას. ეს არის ზეთი, სოდა, არაჟანი, მაწონი, აი ყველა ინგრედიენტი, თქვათ. საჭმელი სოდა კიდე უარესია ქიმიურ დამწობას პლუს იწვევს. ახმარობენ ხოლმე? კი, საჭმელ სოდას. ასევე ხმარობენ ხოლმე კბილის პასტას, იქ მენთოლს შეიცავს, მენთოლიც ასევე თქვათ სიგრილის ეფექტია და ეგ საიდან მოდის არა, მაგრამ ერთი პერიოდი პაციენტო შემოდიოდა კბილის პასტით ჩვეულებრივად იყო ძალიან თავიდან ბოლომდე გაპოხილი. შარდის შემთხვევების საკითხი კი გავიცინეთ შუა საუკუნეებს, მაგრამ მიუხედავად მედიცინის განვითარებისა, მაინც გვაქვს შემთხვევები, რომ შარდის ან საფენები მაინც არის. იმიტომ რომ ხო როგორ ხდება ხოლმე რაღაცა ტრავმა და ვიღაცა ჭკვიანი აუცილებლად რაღაცას ისეც გიცევს, რომ მე ვიცი, ეს არის ყველაზე საუკეთესო და მეზობელი ახლობელი. მე საყურდოსაც ვერ ეტყვი ხა რა მოხდა ხა. კაი ის გაკეთება უნდა, მაგრამ სულ იმას ვიმეორებ, თუ არ შეგიძლია სწორი დახმარება, ჯობია რომ მოცილდა და გვერდიდან დააგვირდა. მაინც ისე ჩერდებით იმაზე, რომ ტანსაცმლის მოცილება, გამდინარე წყალი და მივდივარ სპეციალისტთან.